გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ვოლტმა, გლოვომ და ბოლტ ფუდმა გადაწყვიტეს, რომ აღარ დაარეგისტრირონ უცხოელი ინდოელები, აფრიკელები, არაბები და სხვანი აპლიკაციაში და ნება არ დართონ მუშაობა საქართველოში მოკლედ. ხო, ეს ინფორმაცია, როდესაც გავრცელდა, ამაზე ჩვენმა შიდა პარაზიტებმა გამოხდნენ ეს პარაზიტები და მოკლედ დაიწყეს კომენტარები, იყო სასწაული ეს რა რასიზმია, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა, ნუ თუ თქვენ ადამიანები, ისინი ადამიანები არ არიან, განა ქართველები რომ მუშაობენ უცხოეთში და ისინიც ხო ზოგიერთი არალეგალურად მუშაობს და განა მათ არ უნდა ქონდეთ საშუალება საქართველოში მუშაობის. ზოგადად ეს პარაზიტული მასა აправებდა იმასაც, რომ ინდოელმა, როდესაც მოისაქმა ვიღაცის კარის წინ, ადამიანის ვიღაცა საცხოვრებელ ბინაში მოისაქმა, აი ესეთი გაправება, უჭირდა იქნება როგორ უნდოდა და მე რა და თქვენ ეგეთი რამე არ გქონიათ და ასე შემდეგ. აი ეს პარაზიტული მასა სანამ არ მოშორდება ამ ქვეყანას, მანამდე არაფერი არ ეშველება რა. სანამ არ აძაღლდებიან, სანამ მთლიანად არ აძაღლდებიან, ხო? მანამდე არაფერი არ ეშველება რა. იქნება ესე ყოველთვის რა. ბიჭო, მე მესმის, რომ ადამიანი დაიცვა, კიდაც შენი მტერი იყოს, უცხოელი იქნება თუ ვიღაცა ისეთი პიროვნება იყოს, რომ ვიღაცა ქუჩაში არასწორად ექცეოდეს, ჩაგრავდეს, ან თუნდაც, რა ვიცი, აი რაღაცან იუსაფარი იყოს, სადღაც იჯდეს, იყინებოდეს და თავრობა ყურადღებას არ აქცევდეს და ან გაადეპორტეთ და ან კიდე რაღაცა ელემენტარული თავშესაფარში მიიღეთ ისეთში, რომ რაღაცა ან ცხელი ჩაი დაალევინონ და რაღაცა სუპი აჭამონ რაღაცა, მაგრამ როდესაც შენ უცხოელს იცავ და ეკომაგები იმის გამო, რომ აქ მუშაობა ვიღაცამ გაუჩერა, თან მუშაობა როგორმა კომპანია, რომელიც არის უკიდურესად, რავი, აი ლიბერალური კომპანიები, ეს გლოვო, ბოლტ ფუდი და თუნდაც ეს ვოლტი. თავიდან იყო ესე ძალიან დიდი კამათები იყო ვოლტის საპორტთან და სხვადასხვა გინდა გლოვოსთან, რომ არ მოიტანოთ რა, ისინი რა, უცხოელმა არ მომიტანოს, მაგის გამო მე ვაფშე დამიბლოკი საკაუნტი იმაში ვოლტში. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რადგანაც მიიღეს კანონი შესახებ იმისა, რომ ახლა უკვე ვეღარ შეძლებენ კომერციულ საქმიანობას უცხოელი ჩამოსული მიგრანტები, ამათაც გადაწყვიტეს მასეთი კანონის მიღებაში და პოლიტიკისგან გამომდინარე და შეცვალეს მიდგომა, ხო, უცხოელებზე და ბიჭო, იმის გამო, რომ თქვენ გიხაროდეთ, რომ საქართველოში რაღაცა სიკეთისკენ შეიცვალა საქმე და აქ ქართველს მოცილე, მოზიარე აღარ აყავს გარკვეულწილად რაღაცა საშოვარზე, როდესაც არის გამოსული და მოზიარი არ აყავს, რომელიც ხურდაზე, კაპიკებზე ივლის და იმას ცოტა რაღაცა მიენიჭა, რაღაცა ცოტა ტარიფებიც ეხლა შეიძლება შეიცვალოს და მაღალი იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა ქართველმა დაანება მუშაობა ამ დელივერზე და შესაბამისად უცხოელებით რო ჩანაცვდნენ, ერთმა თუ დაანება, მივიდა 5 უცხოელი და აქედან გამომდინარე ტარიფიც მაგითო გაუფასურდა მიტანის სერვისი. ხო და იმის მაგივრად რომ გიხაროდეს ისევ ცხოვრებ ქართველს, მიდიხარ და ისევ იმასვრები, რა ქვია, აკრიტიკებს საქართველოში მცხოვრებ ქართველებს იმის გამო, რომ ვიღაცას უხარია ეს გადაწყვეტილება, რავი, შეურაცხყოფას აყენებ და რა ვიცი, რასისტს ეძახი და
არ შეიძლება მასეთი მიდგომა, მეგობრებო, რა ვიცი. თქვენ კი არა ხართ მეგობრების ღირსი, რომ და იმიტომ რომ ყველანაირი რაც კი საქართველოში შეიძლება რომ რაღაცა ისეთი ახლა მე თავრობის მაქებარი არა ვარ კიდევ ვინც მიყურებს, კარგად იციან, ხო? რაღაცნაირი ესეთი პოზიტიური რაღაცა ისეთი საერთო სიკეთე რო გაკეთდეს, აი ეს არ ვიცი, აღარ მინდა ავმყრალო, აი ეს მასა და ეს პარაზიტები გამოვლენ და ნუ მოკლედ ხვალე რო აფხაზეთი დაიბრუნ, რავი, რომ მოხდეს ისეთი რამე, რომ რუსეთმა რო გადაწყვიტოს, რომ აჰა, თქვენ აფხაზეთი მეგობრებო და კარგად იყავით, ესენი გამოვლენ და რა თქვინდა ეხლა რაღაცო გვაძლევ აფხაზზე, რაღაც ესეთ სისულელებს დაიწყებენ რა ერთ სიტყვით რა და ესე შორს ვერ წავალთ რა. აი ეს მასა არის, რომელიც მთლიანად საზოგადოებას ყველანაირად უქმნის პრობლემას. ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში. რეალობაში და რეალობის აღქმაში. აბა კარგად იყავით და ერთი იყოს ჩვენსკენ.